ნელ-ნელა უახლოვდებით იმ ფაზას, როდესაც სინდისიერი ქართველი პატრიოტი და უბრალოდ პატიოსანი მოქალაქე ციხეში უფრო მშვიდად გრძნობს თავს ვიდრე გარეთ. რეჟიმის პოლიციამ ჩვენი კოლეგა და მეგობარი ვახო სანაია დააკავა. ფორმულას წამყვანი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დაიყვანეს. ტელეწამყვანს და ჟურნალისტს აქციაში მონაწილეობას ედავებიან. პარალელურად დააკავეს დედის 40-ზე მიმავალი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ბორკილებ დადებული მთელი დღე აყურყუტეს სასამართლოში და ახლა ღამით გამოუშვეს. რეჟიმი უკვე ყოველდღიურად ავლენს დიქტატურებისთვის დამახასიათებელ დაუნდობელ ბუნებას, რომელიც დასავლური დიზაინი და ეკიპირებით აღჭურვილი პოლიციელებით და მანტიებით ხდომაზე გამოსული მოსამართლეების კონვეინური სამართლით ხორციელდება, რომელსაც იმ ჩაქუჩის ფასიც კი აღარ აქვს, რომლითაც ქვეყანაში სამართლის და სამართლიანობის კუბოს ყოველ ჯერზე მორიგ ლურსმანს აჭედებენ. დღეს ასევე დააკავეს ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, ლევან მარგიანი, თორნიკე თხილავა, შალვა ჩუბინიძე, ვახო მაჭავარიანი, საბა ხომერიკი, ლევან ჯობავა, გიორგი ყიასაშვილი. ფორმულა ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან. ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ასევე კვირის ფორმულას წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ.